კეთი, მადლობა რომ მოხვედი. ქვეყანაში ბევრი თემა საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და ვფიქრობ ჩვენი საზოგადოების ინტერესიც არაერთხელ გაღვივებულა. მაგალითად, გენდერული დეზინფორმაცია ამ რთული ტერმინებით რო არ ვილაპარაკოთ, შეურაცხმყოფელი ტერმინები, მაგალითად, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელიც არ აღმოჩენილა სიმართლე, ხომ? ბევრი მსგავსი შემთხვევა არის, რაც თქვენმა ორგანიზაციამ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა მოიკულიეთ, გაერთიანეთ და საზოგადოებას შესთავაზეთ მზას სახით, რა შეიძლება ახლდეს ქალის აქტიურ პოზიციონირებას საჯარო პოლიტიკაში ან ზოგადად საჯარო სივრცეში, ხო? მიუხედავად იმისა, როგორც საუბრის დასაწყისში ვთქვი, რომ ბევრი რამე არის, რაც ჩვენს თავს დღეს ქვეყანაში ხდება, ესეც არის ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც უნდა ველაპარაკოთ, იმიტომ რომ არაერთი სწავლება არსებობს, რომელშიც ნათქვამია, რომ როდესაც ქალთა წარმომადგენლობა საჯარო სივრცეში და პოლიტიკაში არის მაღალი, მაშინ ის პოლიტიკა ბევრად უფრო ჰუმანურია, თუ მარტივად რომ ვთქვათ. შესაბამისად, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ქალებს არ ეშინოდეთ, იყვნენ ხმამაღალი, თავიანთი აქტიურობა საზოგადოებრივი სიკეთისთვის იყოს გამოყენებული და არ დაფრთხენ მაგალითად ისეთი მესჯებით, როგორც არის ფუფალა და ეს ერთ-ერთი ყველაზე ისეთი კულტურული მაგალითია. მოკლედ, პირველ რიგში მინდა რომ ხალხს ვუთხრათ, ძალიან მოკლედ, რას მიაგენით ამ კვლევის დროს და რა აზრი აქვს ამ თემაზე საუბარს. რატომ ვლაპარაკობთ დღეს ჩვენ იმაზე, რაც ადამიანს ერთი შეხედვით შეიძლება მოიჩვენოს, რომ რა დროს ესაა. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, ამ თემით დაინტერესებისთვის და ზოგადად ჩვენ უკვე სოფლიო დღის წესრიგში ვხედავთ, როგორ იყენებენ სხვადასხვა ხელისუფლებები და სხვადასხვა პოლიტიკური ულტრამემარჯვენე ძალები, ასე ქოლგა ტერმინით რომ მოიხსენიოთ ეს ჯგუფები ერთიანობაში, სიტყვა თვითონ გენდერს და გენდერულ საკითხებს იქნება ეს რაღაცა ქალთა წინააღმდეგ მიმართული კამპანიები, დეზინფორმაციული მადისკრედიტირებელი შინაარსის თუ სხვა, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის და დღის ამინდის შესაქმნელად ამა თუ იმ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოს არ არის გამონაკლისი. რეალურად ჩემი კვლევის ფარგლებში ყველაზე მთავარი რაც გამოიკვეთა ის, რომ როგორც კი აქტიურდებიან ქალები პოლიტიკაში, როგორც კი აქტიურდებიან ქალები საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პატრიარქალური სისტემა, რომელიც რეალურად ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დგას გენდერულ როლებზე, რაღაცა კონკრეტულ მნიშვნელობას და შინაარსს ანიჭებს ქალს და მომენტალურად ჩდება ეს კამპანიები ამ აქტიური ქალების წინააღმდეგ. რეალურად თავად ეს ოპოზიციონერი ქალებიც ღია ინტერვიუების სახით იქნებოდა ეს თუ ზოგადად მედიაში, ღიად საუბრობენ უკვე იმაზე, რომ ამას აქვს ამ ადისკრედიტირებელ კამპანიებს მათ წინააღმდეგ აქვს ერთადერთი გრძელვადიანი მიზანი, რომ ჩამოაშოროს ეს ქალები პოლიტიკას, ჩაახშოს ქალების ხმა პოლიტიკაში და უბრალოდ გვერდზე გაწიოს ქალები, ხო? ამას ემსახურებოდა იგივე საერთოდ გენდერული კვოტების გაუქმება, მთელი რიგი საკანონმდებლო ინიციატივები ანტიგენდერული, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ხო, ეტაპობრივად. რატომ უნდა ვისაუბროთ ამაზე და რატომ არის საფრთხე, ხო? ეს არ ეხება მხოლოდ ქალებს, ხო? ეს პირდაპირ აისახება დემოკრატიის ხარისხზე, მაგალითად, ხო, ქვეყანაში. გენდერული თანასწორობის პოლიტიკა, რაც არ უნდა დაარქვან ამას ქალის და კაცის თანასწორობა თუ ასე შემდეგ, ხო, არის ერთ-ერთი განსაზღვრელი ფაქტორი ქვეყნის დემოკრატიისა და თუ ჩვენ გვაქვს ქვეყანას პრეტენზია დემოკრატიაზე და განვითარებულ სახელმწიფოებთან რიგებში ყოფნაზე, ქალების ჩართულობა პოლიტიკაში, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისითაც, ხო, ერთ-ერთი განსაზღვრელი ფაქტორი და ინდიკატორი. რაც მიპასუხე, ეხლა აქედან გამომდინარე მინდა ორ საკითხზე გავამოხლო ყურადღება ჩვენი აუდიტორიისთვის. ერთი ოპოზიციონერი ქალები ახსენდა, შესაბამისად ლოგიკურად აუდიტორია შეიძლება წავიდეს დეპუტატებისკენ, სადაც ბოლო პერიოდში ჩვენ ძალიან აქტიურად გვესმოდა სადღაც ორღობეში გაგონილი ლექსიკა. მათ შორის თეონა აქუბარდიას წინააღმდეგ და სხვა დეპუტატების წინააღმდეგ. ქალი დეპუტატების. მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტი და რომელშიც ასევე გვაქვს გენდერული საბჭო, სპეციალურად იმისთვის, რომ მსგავსი მიმართულებები იყოს მაღალი მგრძნობელობით განხილული, რაც შენახლა დაასახელი, ხო? თუ კი პარლამენტში ხდება ასეთი რამ, მაშინ რა აზრი აქვს ახლა ჩვენს მონიტორინგს, შემდგომ მონიტორინგის შედეგად განხილავს, იმიტომ რომ რეალურად ქვეყნის კანონმდებლობა, სადაც იქმნება და უნდა იყოს დაცული, იქაც ვხედავთ
ქალი დეპუტატების წინააღმდეგ შოურაც მყოფილ დამცინო უცენზუროდ ლექსიკას. კი ბატონო. რეალურად ის რომ ბოლო წლების განმავლობაში ხო ჩვენ უკვე მართლა ვიხილეთ რაღაცა საპარლამენტო დონეზე ქალი დეპუტატების წინააღმდეგ მიმართული შეურაცხყოფელი მთელი რიგი ტერმინები ხო ღიად საჯაროდ და უკვე რაღაცა საუბარი იმაზე რომ ეს რაღაც ცალკეულ მედია ჯგუფებში ხდება თუ ასე შემდეგ ზედმეტია და ნამდვილად ეს უკვე რაღაცა პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი გახდა რეალურად ჩვენ უნდა ვიკულიოთ და საზოგადოებას მივაწოდოთ ეს ფაქტები ზუსტად იმიტომ რომ რეაქცია რომელიც საზოგადოებისგან მოყვა მათ შორის მათივე ამომრჩევლების მხრიდან ხო ეს არ იყო მხარდამჭერი ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ არავის ეს არ მოწონებია ხო თუნდაც ის რომ რაღაცა მორალური მხარე შეინარჩუნოს ქვეყანამ და მათ შორის საზოგადოებამ ხო მათ ყოველდღიურ რეჟიმში ჭირდებათ რომ მივაწოდოთ ეს ინფორმაცია. კი ბატონო, პარლამენტი ნამდვილად არის მნიშვნელოვანი სახელმწიფო ორგანო, ქმნის კანონებს, თუმცა მას არ აქვს რაღაცა გამსაზღვრელი ფაქტორი საზოგადოებრივი განწყობების თვალსაზრისით და მორალური კუთხით არის მთელი რიგი საკითხები, რაც არ უნდა იცადოს პარლამენტი თავის ტრიბუნებიდან დააკანონოს, ეს ყოველთვის იქნება მიუღებელი ქართული საზოგადოებისთვის. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ განწყობებს, პოლიტიკურ დამოკიდებულებებს საზოგადოების ამა თუ იმ ნაწილის მხრიდან და მე ნამდვილად მოხარული ვიყავი და ვადევნებდი თვალს თუ რა განწყობები იყო მედიაში, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში, სოციალურ ქსელებში და ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ თვითონაც კი ის ფაქტი, რომ შემდგომ ამ დეპუტატებს, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ ტრიბუნებიდან, მთელი რიგი ახსნა-განმარტებების გაკეთება მოუწია, თავდაცვით რეჟიმში ჩადგნენ, ახსნა-განმარტებები მოუწიათ, ბოდიშებიც კი მოიხადეს და ასეთი არაერთი შემთხვევა იყო და ზუსტად ეს არის ის, რომ საზოგადოებისგან წნეხი იგრძნეს და იგრძნეს ის, რომ ეს არ არის მოსაწონი ამბავი. კიდევ ერთი საკითხი თქვი, რომ საერთაშორისო ტრენდიც შეიძლება იყოს ეს და არ არის აუდიტორიამაც რო იცადოს, რომ მარტო საქართველოში ეს პრობლემა ჩვენ არ გვაქვს, რა თქმა უნდა და საქართველო არ არის გამონაკლისი ან სხვაზე ცუდი. პირიქით ჩვენ ბევრი საამაყო რამე გვაქვს, მაგრამ ის რაც ახლა რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, საამაყო ნამდვილად არ არის. რაც შეეხება მსოფლიო ტრენდებს, მაგალითად, 2 დღის მომხდარია დასრულებულია გერმანიაში არჩევნები ინტერვიუს ჩაწერის მომენტისთვის. ხო და ჩვენ მათ შორის ჩვენმა აუდიტორიამაც დარწმუნებული ვარ, იცის, რომ ერთ-ერთი კონკურენტი უნარიანი პარტია ამ არჩევნებზე გერმანიაში იყო ალტერნატივა გერმანიისთვის, AfD, რომელიც იდგა სწორედ არა მხოლოდ LGBTQ თემის უფლებების შეზღუდვაზე, არამედ ზოგადად რადიკალური მემარჯვენე გამონათქვამები, მათ შორის ქალი-ქალია, კაცი-კაცია, იქაც ცოტა სხვა ინტერპრეტაციით ისმოდა, თუმცა აქვე არსებობს ბექგრაუნდული ინფორმაცია, რომ ხშირად პოლიტიკოსები ამ ყველაფერს ამბობენ, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ამის გაგონება და არა იმიტომ რომ თვითონაც ამის ჯერა და ამის დასტური არის სწორედ ამ პარტიის ლიდერი რომელიც ღიად ლესბოსელია და ეს აუდიტორიამ უნდა იცოდეს. ეს არც ცუდია, არც კარგია, ეს არის ფაქტი და ფაქტია ისიც, რომ როდესაც პარტია ამბობს, რომ უნდა შეიზღუდოს LGBTQ თემის ლიდერების და LGBTQ თემის წარმომადგენლების უფლებები, ამ დროს მათი ლიდერი აბსოლუტურად სხვაგვარ ცხოვრების წესს ეწევა. რატო ვერ მოვახერხეთ ჩვენ მედიამ სამოქალაქო სექტორმა ხალხთან ახლოს ყოფილიყავით და რაღაცები მარტივად გვეთქვა მათთვისაც, რატომ არის ულტრამემარჯვენე ჯგუფები ჩვენზე ეფექტურები კომუნიკაციის დროს? კი ბატონო, აქ ვიტყოდი რამოდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს გამოყოფდი. ნამდვილად ეს მემარჯვენე პოპულიზმი უკვე რაღაცა ერთგვარ ტრენდადაც იქცა მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ ღიად ულტრამემარჯვენე პარტია დამარცხდა გერმანიის არჩევნებში, აქვე უნდა ითქვას სამართლიანობისთვის, რომ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დადეს, რაც კი ქონია ხო ბოლო წლების განმავლობაში და ხო, ნუ ეს მიუთითებს იმას, რომ მათი რეიტინგი მზარდია და თუ ამას რაღაცა დროულად არ დაუპირისპირდა მთელი რიგი ოპოზიციური ძალები, მათ შორის გერმანიაში, რომელიც მნიშვნელოვნად ქმნის ამინდს ევროპაში, პოლიტიკურ ამინდს, რა თქმა უნდა, ამას თვითონვე საუბრობენ ეს პოლიტიკური პარტიები, ღია დისკუსიები ვიხილეთ მედიაში, თვითონვე გაანალიზეს საკუთარი შეცდომები და ასე შემდეგ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ევროპული საზოგადოება განსაკუთრებით პოლიტიკური ვფიქრობ, რომ თავის თავს ნამდვილად გადაარჩენს, ხო? აქ მთავარი ამბავია, სად ვართ ჩვენ ამ საერთაშორისო რუკაზე და როგორ პოზიციონირებთ საზოგადოება. სამოქალაქო სექტორის ენა სამწუხაროდ ხა ობიექტურები რო ვიყოთ, ნამდვილად ასე რომ ვთქვათ, დაშორებული არის საზოგადოების რაღაცა კონკრეტული ნაწილების message box, რომელზეც ძალიან კარგად მუშაობს მე ეს პროპაგანდა და პროპაგანდისტული ენა. რატომ არის უფრო ეფექტური? შეიძლება ეს რაღაცა ერთგვარი ილუზიაც იყოს, ხო, გარკვეულწილად და თლად ესე მასშტაბურად ვერ ვთქვათ, რომ ჩვენზე გაცილებით წინ არიან ან ჩვენზე გაცილებით ეფექტურები არიან, თუმცა მათი პროპაგანდისტული
ხერხები ჩვენზე მრავალფეროვანია ნამდვილად. ისინი იყენებენ სხვადასხვა ტიპის სიმულაციებს, ხო, ქმნიან ფოტო манипуляციებს, ვიდეო манипуляციებს. არის რაღაცები, რასაც აქეთა მხარი არ იკადრებს, ხო? ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც არის და მეორე, ჩვენ მუშაობთ ამ პროპაგანდის განეიტრალებაზე. ამაში ძალიან დიდ რესურსს ვდებთ, ხო? და დრო ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს. სანამ ეხა ჩვენ მკვლევარები დავსხდებით, გავაანალიზებთ ამ კამპანიებს, შევქმნით საპირისპირო ნარატივებს, მივაწოდებთ საზოგადოებას, უკვე ისინი სხვა ახალ პროპაგანდისტულ ნარატივზე მუშაობენ და ავრცელებენ. აქ კიდევ ერთია მედია წიგნიერების მედეგობა რამდენად ძლიერია და უნარები, ხო, საზოგადოებაში. სამოქალაქო სექტორმა ბევრი აკეთა და გულწრფელად ვამბობ, რომ ვფიქრობ, რომ საკეთებელი კიდევ ბევრი დარჩა, თუმცა ამ მიმართულებით მოგვიწევს ეს გრძელვადიანი პროცესია, ხო, ეს მედია წიგნიერების უნარებიც არ არის მარტივი. მე სულ იმას ვსაუბრობ, რომ ჩვენ კი არ უნდა ვიყოთ ის აქტორები, რომელიც საზოგადოებას მიაწოდებს ეს მართალია და ეს მცდარი, ეს ფოტო манипуляცია და არა. პირიქით, ჩვენ უბრალოდ უნდა ვასწავლოთ მათ თავიდანვე და მივცეთ ის უნარები, რომ თვითონ განსაზღვრონ და შემდგომ უკვე სხვებს თავიანთ თემში და თავიანთ საზოგადოების ნაწილში ასწავლონ, ხო? ასე უფრო დაუპირისპირდებით, ვიდრე რაღაცა ცენტრიდან ჩვენ რაღაცები ვაშუქოთ. იგივე მედიაც ამ დღეში ხართ, ჩემი აზრით. კვლევის ბმული იქნება თანდართული ინტერვიუზე შესაბამისად, ყველას ექნება საშუალება, რომ ნახოს უფრო დეტალურად, რაზეც ვლაპარაკობთ. ფოტო манипуляციებზე საუბრობდით, ანუ ძალიან ბევრი საინტერესო ფოტო манипуляციის მაგალითია მოყვანილი კვლევაში. და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენი კვლევა ყურადღებას უთმობს კესარიას кейსაც, ანუ ძალიან დრამატული, ტრაგიკული ამბავი არის მთელი ქართული საზოგადოებისთვის და საინტერესოა, როგორი იყო თქვენი მიგნებები, როდესაც გაანალიზეთ საზოგადოების რეაქცია ამ ტრაგიკული ამბის შემდგომ. ხო, აქ პრინციპში პირველი მნიშვნელოვანი რაც უნდა ითქვას, როგორც კი ჰომოფობიური ფონი გაიზარდა ქართული ოცნების მხრიდან, ამას ძალიან მალე მოყვა ეს ტრაგიკული მკვლელობა, ნამდვილად მკვლელობა, ასე შეგვიძლია დღეს უკვე ვთქვათ, ხო? ეს ასე შევაფასოთ ეს ამბავი. რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი განწყობები არ იყო ამ ფაქტის მიმართ დადებითი, პირიქითაც შემიძლია ვთქვა, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი თანაუგრძნობდა კესარიას ოჯახის წევრებს და მე ამას გულისხმობ ზუსტად ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება დიდი ხანია ნაკვებია სხვადასხვა ტიპის ირაციონალური შიშებით, ჰომოფობიური განწყობებით და ასე შემდეგ, ადამიანური ფაქტორები ვფიქრობ, რომ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს და მე ეს განწყობები დავინახე საზოგადოების, მათ შორის იმ ნაწილში, რომელიც შეიძლება არ იყოს მთლად რაღაცა ლიბერალურ დღესასწაულზე მორგებული, შეიძლება თავადვე იყვნენ ჰომოფობები და ასე შემდეგ. აქ უბრალოდ მეორე ფაქტორიც არის თვითონ განწყობები კესარიასადმი ინდივიდუალურად როგორი იყო, ხო, როგორ აფასებდნენ მას, როგორ იყო მისდამი ინდივიდუალურად, პერსონალური დამოკიდებულებებით და ჩვენ ვიცით, რომ მას პერსონალურად საკმაოდ დიდ ნაწილთან და ძალიან ბევრ ადამიანთან ჰქონდა საკმაოდ დადებითი დამოკიდებულებები და ამას ძალიან ღიად აღნიშნავდნენ, ხო? აქ სამწუხაროდ ვერ ვნახეთ იგივე ქართული ოცნების რაღაცა მხარდაჭერა, ჩართულობა, თუნდაც რაღაცა ადამიანურად ამ ტრაგედიის გაზიარების ფაქტები, თუმცა ვნახეთ ოპოზიციური ფლანგის მხარდაჭერი განცხადებები, მათ დაგმეს ღიად ეს მკვლელობა და ეს ფაქტი. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ესეთი ღია მხარდაჭერაც ვიხილეთ. ეს მიუთითებს ეს ყველაფერი იმას, რომ საზოგადოება იზრდება და ერთადერთი საფრთხე რაც არის, რა თქმა უნდა, არის ეს რაღაცა გარედან ნაკვები ჰომოფობია, რომელიც ერთგვარი პოლიტიკური ინსტრუმენტია ქართული ოცნების ხელში. უბრალოდ ინსტრუმენტია, ესეც შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ რეალურად ემსახურება მთელი რიგი სოციალური თუ პოლიტიკური პრობლემების გადაფარვას და თუნდაც ის საზოგადოებრივი განწყობების კვლევები, რომელიც არაერთი გვაქვს, ვერცად ვერ ვნახავთ მოწინავე პოზიციაზე, რომ რომელიმე ადამიანი მოქალაქე ფიქრობდეს, რომ აი LGBT თემი არის ნომერ პირველი პრობლემა, ხო, მათ აქვს მთელი რიგი სოციალური პრობლემები, უმუშევრობიდან დაწყებული ასე შემდეგ და რეალურად ეს არ არის საზოგადოების პოლიტიკური დაკვეთა. მათ შორის ამ პრობლემების ჩამონათვალში ახლა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ არის ერთ-ერთი უამინდობასთან გამკლავება, რომელიც დღეს ჩანს, რომ აბსოლუტურად მომზადებელია სახელმწიფო ინსტრუმენტები და ინსტიტუტები იმისთვის, რომ დიდ თოვლობას და მართლა დიდ თოვლობა გაუმკლავდეს ისე, რომ ადამიანური მსხვერპლი არ მოყვეს, რაც საუბედუროდ უკვე გვაქვს სახეზე. საუბრის დასასრულს მინდა კიდევ კვლევას დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ კვლევის პერიოდი ემთხვევა წინა საარჩევნო პერიოდს, შესაბამისად კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება პოლიტიკურად აქტიური ქალების აღქმა წინა საარჩევნო პერიოდში და მეორეს მხრივ მათ წინააღმდეგ გამოყენებული ტყუილები რამდენად აისახებოდა მათზე, რამდენად ახდენდა მათზე ზეგავლენას. ისედაც ვერ დავიკვეხნით
დიდი აქტიური ქალთა წარმომადგენლობით აქტიურ პოლიტიკაში, ხო? და ის თითო ოროლა გამორჩეული პოლიტიკურად აქტიური ქალიც წინასაარჩევნოდ აქტიური სამიზნე გამხდარა. როგორი არის თქვენი დაკვირვება და აღქმა? რა გავლენა მოახდინა? ვფიქრობ, რომ ხა მათ საქმიანობაზე ესე უშუალოდ შეიძლება ეს არ ჩანდეს და ისეთი ხილვადი არ იყოს ეს გავლენები, იმიტომ რომ ნამდვილად ის 1-2 თიძე ჩამოსათვლელი ქალი, რომელიც არის დღეს პოლიტიკაში, ვფიქრობ, რომ სრულიად იაზრებს იმ პასუხისმგებლობას, რაც აკისრიათ, ენთუზიაზმით სავსენი არიან და ჩვენ ნახეთ, რომ ისინი პირიქით უფრო და უფრო ძლიერდებოდნენ, უფრო და უფრო ხმამაღლა საუბრობდნენ და ასე შემდეგ. ხა პერსონალურად ახალგაზრდებს არ ჩამოვთვლი, ხო? თუმცა ამ ყოველფრის უკან მაინც ვფიქრობ, რომ დგას მთელი რიგი საკითხები, შეიძლება ეს იყოს რაღაც ადამიანურ დონეზე, სხვადასხვა ტიპის შიშები მათ შორის მათ ოჯახის წევრებზე, როგორ აისახება ეს ბინძური ენა, ეს ბინძური პროპაგანდა. ხო, ამაზე სიღრმისეული ინტერვიუების ფარგლებში მისაუბრია მათთან და ამას აღნიშნავენ ცალკეულ ერთ-ერთ ინტერვიუებში, ხო? თუმცა ეს რა თქმა უნდა ესეთი ხილვადი არ არის მათ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ცხოვრებაზე ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს შეიძლება ესე გაგრძელდეს, ხო? წინასაარჩევნო პერიოდი მაინც ქაოტური პერიოდია, მაინც სრულ მობილიზაციას გულისხმობს, მათ შორის რაღაცა პარტიულ აქტივიზმს და საქმიანობას, სადაც მაინც მარტო არ ხარ, არ გრძნობ თავს, რომ მარტო ხარ ინდივიდუალურ დონეზე და შენს უკან მთელი რიგი რესურსები არის პოლიტიკური და საზოგადოებრივიც მათ შორის ხომ ხარდაჭერის თვალსაზრისით, მაგრამ ერთ-ერთზე ალბათ ვფიქრობ, რომ თითოეული მათგანი ამაზე ფიქრობს, ამას განიცდის, ვინაიდან ჩვენ მაინც ისეთი საზოგადოება ვართ, სადაც ქალს გაკისრებენ კონკრეტულ მოვალეობებს, როლს და ვფიქრობ, რომ რაღაცა ეს მუდმივი აქცენტირება ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რაღაცა ჩაცმულობის სტილიდან დაწყებული, ვიზუალით დამთავრებული, რაღაცა ეიჯიზმი, ხო, ხა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, რაღაცა ისეთი ტერმინები იყო მის ასაკთან დაკავშირებითაც კი გამოყენებული, ხა საზოგადოებას არ ვაკადრებ ამ ტერმინების გამეორებას. რაც მაგალითად გიორგი ვოლსკის შემთხვევაში არ გვსმენია. არ გვსმენია, ხო, მაგალითად, ხო, ასე რომ ვთქვათ და ასე შემდეგ. ხო, რა თქმა უნდა, ამის ატანა და რაღაცა ერთ-ერთზე როცა ხარ ამ ყველაფერთან შეგუება და ამის მიღებულობა არ აქვს არც ერთ მათგანს დარწმუნებული ვარ, თუმცა ვფიქრობ, რომ ამას არაჩვენებენ და ზუსტად ამიტომ არიან ისინი ძლიერები, რომ ამ ტიპის საზოგადოებაში როგორც ჩვენ ვართ, იმ ტიპის კამპანიების წინააღმდეგ, რა კამპანიების წინააღმდეგაც დადგნენ ეს ქალები, მაინც ინარჩუნებენ ხნეობას, ძალას და ხმას პირველ რიგში, რომ შეძინო ნიშინარსი ქართულ პოლიტიკას, რასაც ვფიქრობ, რომ მხოლოდ ქალები ახერხებენ დღეს წარმატებით. სალომე ზურაბიშვილი არის ყველაზე მთავარი ერთ-ერთი სამიზნე ახლა ქართული ოცნების მხრიდან და მასთან დაახლოებული პარტიების მხრიდან, თუმცა იყო პერიოდი, როდესაც ის იყო ოპოზიციის კრიტიკის აქტიური სამიზნე და მაშინ ჩვენ ხედავდით, რომ ოპოზიცია იყო ერთ-ერთი გენდერულად ესეთი არასასიამოვნო მადისკრედიტირებელი ენის გამომყენებელი, ანუ რასაც ახლა აკეთებს ქართული ოცნება, იყო პერიოდი, როდესაც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ აკეთებდა ოპოზიცია. ვიცი, რომ კვლევის გაგრძელება ერთგვარი მეორე ეტაპი იქნება და იმედი მაქვს, რომ იმასაც მოუყვებით შემდგომ მიგნებებს საზოგადოების, რომ ყოველთვის მაინც ალბათ ძალიან საინტერესოა ამ საინფორმაციო ოპერაციების თავდასხმების და შეტევების შედეგები როგორ ითარგმნება საკუთრივ საზოგადოების გავლენაზე. რამდენად აქვს მართლა დიდი გავლენა და თუ კი აქვს, ჩვენ რითი ვპასუხობთ და რითი ვპირისპირდებით. მადლობა, იმედი მაქვს, რომ ეს კვლევის მეორე ნაწილი უკვე ინდივიდუალურ საკითხებსაც და პერსონალურ გამოცდილებებს წამოწევს წინ, ვინაიდან პირველი ნაწილი კვლევის მაინც უფრო მედია საკითხებს იკვლევდა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ რაღაცა ნარატივებს და კამპანიებს ქალთა წინააღმდეგ განსაკუთრებით და მეორე ნაწილი უკვე სიღრმისეული ინტერვიუების საკითხია და ვფიქრობ, რომ პერსონალურ გამოცდილებებს და განწყობებს უკვე კარგად ასახავს და მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ დაინტერესებისთვის ამ თემით. და ძალიან მოკლედ ბოლოს გამახსენდა, რომ მანამდეც მინდოდა მეთქვა, სალომე ზურაბიშვილი არის ყველაზე მთავარი ერთ-ერთი სამიზნე ახლა ქართული ოცნების მხრიდან და მასთან დაახლოებული პარტიების მხრიდან, თუმცა იყო პერიოდი, როდესაც ის იყო ოპოზიციის კრიტიკის აქტიური სამიზნე და მაშინ ჩვენ ხედავდით, რომ ოპოზიცია იყო ერთ-ერთი გენდერულად ესეთი არასასიამოვნო მადისკრედიტირებელი ენის გამომყენებელი, ანუ რასაც ახლა აკეთებს ქართული ოცნება, იყო პერიოდი, როდესაც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ აკეთებდა ოპოზიცია.